თურქეთი აძლიერებს სამხედრო მხარდაჭერას სომალისთვის, რადგან ცდილობს გააძლიეროს მთავრობის კონტროლი და გააქტიუროს ოპერაციები ალ-შაბაბის წინააღმდეგ. სომალელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თურქეთის F-16 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ქვემო შაბელეში დაარტყეს და მოკლეს დაახლოებით 35 ალ-შაბაბის მებრძოლი. ჩვენი კორესპონდენტი ბიანკა ზანინი მოგვითხრობს ამ სამხედრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ჯდება ეს აფრიკის ქაზე ძალაუფლების უფრო ფართო ბრძოლაში. ჩვენ ვხედავთ საინტერესო ცვლილებას ანკარის მხრიდან, როდესაც საქმე ეხება მის სამხედრო თანამშრომლობას სომალიასთან და ასევე მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, გამჭვირვალობისა და მესიჯების თვალსაზრისით. რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ყველაზე ნათელი საჯარო ინფორმაცია თურქული F-16-ების სომალიაში გამოყენების შესახებ. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომალის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად გამოიყენეს ეს თურქული გამანადგურებლები ალ-შაბაბის ინფრასტრუქტურის იარაღის საწყობებისა და დამალვის ადგილების დასარტყმელად. ოფიციალურად მოკლეს დაახლოებით 25 ტერორისტი. მაგრამ ეს ნაკლებად ეხება ალ-შაბაბს და უფრო მეტად თურქეთის მზარდ გავლენას სომალიაში და თლიანად იმ რეგიონში. სომალიაში მდებარეობს თურქეთის ყველაზე დიდი საზღვარგარეთული სამხედრო ბაზა და ბოლო 2 წლის განმავლობაში ანკარა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ეკონომიკური და სამხედრო ყოფნა იქ. თუნდაც ოსმოდრომის აშენებით თავისი სწრაფად განვითარებადი სარაკეტო პროგრამისთვის და სომალიის ფარგლებს გარეთ თურქეთმა მართლაც შექმნა უსაფრთხოების დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების ქსელი საჰელის რეგიონში. და ეხლა ამ F-16-ების განთავსება სომალიაში პირდაპირ უკავშირდება თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდ პროქსი კონკურენციას რეგიონის ამ სტრატეგიულ საკონცო წერტილებზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ წარმოაჩინა ისრაელი როგორც იმპერიალისტური და ექსპანსიონისტური საფრთხე. და ამ F-16-ების მოგადიშუდან აფრენა გზავნილია, რომ ანკარა საჭიროების შემთხვევაში შეძლებს და იმოქმედებს 1000-ობით კილომეტრის დაშორებით საკუთარი ტერიტორიიდან. ეხლა დეკემბერში ისრაელი გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა გაეროში, რომელმაც სომალილენდი აღიარა. ეს არის გამოყოფილი რეგიონი, რომელიც ადრე სომალის შემადგენლობაში იყო. და ეს იყო ის, რასაც თურქეთი აღიქვამდა როგორც პირდაპირ საფრთხეს თავისი ინტერესებისა და ინვესტიციებისთვის სომალში და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ასე რომ ეს ნამდვილად ერდოღანის ნეო-ოსმალური პროექტია მოქმედებაში. სწორედ ამას ხედავთ ახლა. და ანკარიდან სულ უფრო ღიად აღიარებენ, რომ სწორედ ამას აკეთებს თურქეთი. მას სურს თავი დაამკვიდროს, როგორც სამხედროზე სახელმწიფომ, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე. ამიტომ სომალიში F-16-ების შესახებ ამ ამბავში ბევრად მეტია, ვიდრე ჩანს.